დიანა, მე საერთოდ არ მესმის რა შეთავაზებაზე არის საუბარი, ვინ გააკეთა შეთავაზება და ვის გაუკეთა შეთავაზება, ეგება დამი კონკრეტულად, რომ თქვენმა პარტიამ მიმართა ოცნებას პოლიტიკურ პარტიებს, რომ და დიალოგი პარტიამ ოცნებას ეგება ციტირება გააკეთოთ, როდის გააკეთა ლელომ რაიმე სახის მიმართვა ქართული ოცნების, სხვა ოპოზიციის, ან საერთოდ ვინმე. მაშინ თქვენ გითხარით რა იყო გუშინდელი მიმართვის დედააზრი? მიმართვა არ ყოფილა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აი აქ არის სწორედ, ასე ვთქვათ, პროპაგანდის როგორც ჩანს ძალა, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც შეიკრიბა ძალიან მწვავე კრიზისის ფონზე, შეკრიბა საკუთარი სათათბირო შეკრიბა იმისთვის, რომ იმსჯელოს რა არის გამოსავალი იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა ყოველდღიურად შედის სულ მძიმე კრიზისში. პოლიტიკური პარტია, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი დევნის, ასე ვთქვათ, ობიექტი ივანიშვილისთვის და ერთი სული აქვს ივანიშვილს, რომ ლელომ აღარ იარსებობს პოლიტიკურ სპექტრზე, ამ პარტიამ შეკრიბა საკუთარი მთელი აქტივი, შეიძლება ითქვას, ეს პოლიტიკური სათათბირო ბევრად უფრო ფართო ორგანოა ვიდრე პოლიტიკური საბჭო და პარტიამ გამოაქვეყნა ამ მსჯელობის საფუძველზე საკუთარი ხედვა, როგორ ფიქრობს ის, ჩვენ როგორ ხედავთ, კონკრეტულად ლელო როგორ ხედავს გამოსავალს იმ უმძიმესი კრიზისიდან, რომელშიც ეს ქვეყანა დღეს არის შესული და კრიზისიდან, რომელიც სამწუხაროდ არ ჩანს, რომ განმუხტვის გზას ადგენს. კი ბატონო, ანუ ლელო განმუხტვის გზად ხედავს დიალოგს. ეს სწორი ფორმულირებაა? არა, არ არის სწორი ფორმულირება და კიდევ ერთხელ პროპაგანდის ძალას ვუყურებთ მეორე დღეა, როდესაც ჩვენ ნაცვლად საუბრობენ სხვები, ჩვენს მიერ ამიტომ გეკითხებით, აი იქნებ თქვენ გვითარგმნოთ, კარგად თქვენ რა თქვით? დიახ. დოკუმენტი გამოქვეყნებულია და სიმართლე რო გითხრათ, რო ვხედავდი კომენტარებს თქვენი კოლეგების თუ ზოგიერთი ოპონენტის, მგონია რომ არ წაიკითხეს ეს დოკუმენტი, ან დაეზარათ საკითხვა. საერთოდ კარგია რომ დოკუმენტი წაიკითხოს, სანამ კომენტარს გააკეთებ ამაზე და ეს დოკუმენტი ვინც წაიკითხა, ვინც რეალურად წაიკითხა, ვფიქრობ, რომ ძალიან ნათელი უნდა ყოფილიყო. ერთი, რომ ეს არის პარტიის პოზიცია, მის მიერ დაფიქსირებული ხედვა, რა შეიძლება იყოს გამოსავალი იმ კრიზისიდან, რომელშიც დღეს არის ქვეყანა ჩაფლული, ძალიან ღრმა კრიზისში და ძალიან ნათელი იყო ჩვენი გზავნილი, რომ ქვეყანას ამ კრიზისის დასაძლევად სჭირდება, რაც შეიძლება სწრაფად, რამოდენიმე რამ. ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ეს არის რეპრესიული კანონების გაუქმება და ეს არის ახალი არჩევნების დანიშვნა, ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების დანიშვნა. რამ გამოიწვია ამასთან დაკავშირებით ის ორდღიანი ისტერიკა, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ, მე მიჭირს კი ბატონო, სალომე, ნახეთ, როდესაც ამ განცხადებაში წერია, რომ უნდა დაიწყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, ეს რომ ყოფილიყო აღქმული როგორც დიალოგისკენ მოწოდებად, ეს ტექსტი ამ შთაბეჭდილებას არ ტოვებს? უკაცრავად, კიდევ ერთხელ, დიალოგი რაზე, რა თემაზე? არჩევნებზე და პატიმრების გათავისუფლებაზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს. კი ბატონო. არჩევნებზე და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე. რამეს სხვას თუ ითხოვს ვინმე, არ ვიცი, მე არ გამიგია, თქვენ ალბათ უფრო ახლოს. კი ბატონო, მე ვკითხე, არ ვიცი, თქვენ რამდენად გქონდათ შესაძლებლობა წინა ბლოკში სტუმრებს ვკითხეს სწორედ, რომ ეს არის ორი მთავარი მოთხოვნა და ამ მოთხოვნაზე დიალოგი რატომ არის პრობლემა? მათი პოზიცია არის ასეთი, მაგალითად ოპოზიციური ალიანსის წარმომადგენლების, რომ დიალოგი, ეხლა ხელისუფლება ამ კრიზისულ ვითარება აქვს იმდენად, რომ შეიძლება სადღაც ჩამოიშალოს, ამიტომ ახლა დიალოგის შესაძლებლობას ისინი ხელისუფლებასთან ვერ ხედავენ და ეს ყველაფერი თავად უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, მაგრამ პატიმრები გაუშვას და არჩევნები ჩანიშნოს. როის კარგვა არ მინდა სისულელეებზე, იმიტომ რომ ჩვენ მე ისეთ შთაბეჭდილება მაქვს, რომ ძალიან გაღიზიანებული არიან კვლავ, რომ არ შეუერთით ამ გაერთიანებას, რომელიც შეიქმნა და დროა რომ მოინელონ ეს როგორმე, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ნათლად განვარტეთ, რატო არ ვართ ამ გაერთიანებაში და ყოველ ჯერზე და ვფიქრობ, რომ მათ ამ გაერთიანების შექმნით ძალიან დიდი მოლოდინი გააჩინეს საზოგადოებაში და მე მგონი ბევრი საქმე უნდა ქონდეთ ძალიან, რომელსაც ურჩევდი რომ მიხედო.
ეხლა რა შეეხება, ასე ვთქვათ, მათ რაღაცა მე არ ვაპირებ დროის კარგვას, კიდევ ერთხელ ვამბობ იმაზე, იმ გამონათქვამებზე, რომელიც ჩვენ უკვე გაგვიგია მსგავსი, მე მახსოვს იგივე ხალხი 4 ოქტომბერს 8 საათზე იბარებდა ხელისუფლებას. ეს გასული წლის 4 ოქტომბერი იყო, მე ახლა არ ვიცი, გადაავადეს ეს 2026 სალომე, დიალოგს თავაზობთ ხალხს, რომელზეც დროის კარგვას არ აპირებთ? არა, მე ვამბობ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დროის კარგვას აბსოლუტურად უაზრო განცხადებებზე, როგორიც არის მაგალითად, ჩემთვის აბსოლუტურად იგივე კატეგორიის, რაც იყო, რომ 4 ოქტომბერს 8 საათზე ჩვენ თურმე ჩავიბარებთ ხელისუფლებას, მახსოვს გასულ წელს ეს შეძახილი. კი ბატონო, სრულიად უპასუხისმგებლო გეთანხმებით, მაგრამ ახლა ვის მიმართავთ მაშინ? არა, ნახეთ, ჩვენი განცხადება, ჩვენი პოზიციის დაფიქსირება არის შემდგომი. რომ ეს ქვეყანა დღეს არის უმძიმეს კრიზისში. ის რაც მოხდა და სხვათა შორის ასევე აბსოლუტურად აბსურდული შეფასებები მოვისმინე, რომ თურმე მოსკოვის მექანიზმის, ესე იგი, დასკვნა აი პირდაპირ ხვალვე უკვე, ესე იგი, თავს უკრავს ვიღაცას ჰააგაში, რომ არა ლელოს განცხადება და მოსკოვის მექანიზმის დასკვნაში რატომ ჩაწერა ავტორმა, რომ საჭირო არის რეკომენდაციების შესრულება და საჭირო არის ამაზე საუბარი, ეგება განმარტონ ამ ძალიან ბრძნული რაღაცა არგუმენტების ავტორებმა, იმიტომ რომ მე ასე მესმის, რომ მოსკოვის მექანიზმის დასკვნა ამბობს, რომ ქვეყანაში არის შექმნილი უმძიმესი კრიზისი, ამ კრიზისიდან გამოსასვლელად დადეს რეკომენდაციები, გასცეს რეკომენდაცია, რომ ამაზე დაიწყოს ხელისუფლებამ შესაბამისად დიალოგი და ჩვენ ვამბობთ, რომ დიახ, ვიზიარებთ ამ მიდგომას, რომ კრიზისიდან გამოსასვლელად საჭიროა ყველა რეკომენდაციის შესრულება და საჭიროა ამაზე დიალოგი. ახლა ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გქონია პირდაპირ გეუბნებით და ამიტომ ვამბობ კიდევ ერთხელ და ყველგან ვიტყვი, რომ აბსურდულია განაცხადი, რომ ჩვენ მივმართეთ ქართულ ოცნებას. ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია. ქართულ ოცნებას მე არ ვიცი რაზე უნდა მივმართო და სხვათა შორის მიშელის შეთანხმება, რომ თურმე ორი უნდა ბიძინას, ეს სხვა ოპოზიციის წარმომადგენლებმა თქო, სხვა ოპოზიციური პარტიების და ეგება მათ განუმარტონ საზოგადოებას რაზე ლაპარაკობენ. მე არ ვიცი რამე ჩუმ შეთავაზებას თუ იღებენ მიშელის შეთანხმების მსგავსი პროცესის დაწყებაზე ბიძინასგან და არეუბნებიან ხალხს, დროა რომ თქვან ყველაფერი, იმიტომ რომ მე ჩემ აზრს გეტყვი. სალომე, პოლიტიკური მოლაპარაკებები თუა საჭირო ოცნებასა და ოპოზიციას შორის, აქ ეს შეთავაზებას არ გულისხმობს, გასაგებია რომ თქვენ ასე უყურებთ ამ. ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, მე არანაირი მოლოდინი არ მაქვს პირადად, რომ ეს ხელისუფლება მზად არის რეცეპტი გამოეცით უბრალოდ? ჩვენ დავაფიქსირეთ, რას ნიშნავს რეცეპტი. პოლიტიკური პარტია იმისთვის არსებობს, რომ დააფიქსიროს საკუთარი ხედვა. რა არის მისი აზრით გამოსავალი ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან და ჩვენ ეს გავაკეთეთ. მოლოდინი, რომ ეს ხელისუფლება, რომელიც ყოველ დღე დგავს არათუ, ასე ვთქვათ, შემხვეთა ნაბიჯებს იმ რეკომენდაციების, რომელსაც უკვე დიდი ხანია იღებს დასავლეთიდან, არამედ კიდევ უფრო შორს მიდის, ხო, იმ მოლოდინებისგან, რაც აქვს დღეს დასავლეთს დღევანდელი მართვალი რეჟიმთან მიმართებაში. მოლოდინი, რომ ეს ხელისუფლება ხვალ ადგება და რაღაცა გადაატრიალებს საკუთარ მიდგომებს, მე პირადად არ მაქვს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც აბსურდულად მიმაჩნდა არგუმენტი ადგილობრივი არჩევნების წინ, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს იმ ფორმით, რა ფორმითაც ის დღეს არის, ვინმეს მონაწილეობა სჭირდება არჩევნებში, რომ ლეგიტიმაცია გაიფორმოს ბრჭყალებში, ასეთივე აბსურდულად მიმაჩნია დღეს მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს და ხვალ მზად არის, რომ ვინმესთან დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდაზე. ამიტომ ცხადია, რომ ზეწოლა არც ოპოზიცია შეხვედრია ამ ფორმულას თქვენ ახსენეთ თავად მიშელი ორი და სხვადასხვანაირი შეფასებები იყო ალბათ სოციალური ქსელიც და ნებისმიერ სააგენტოზე თვალის შევლებაც საკმარის დაგვეწყია საუბარი მიშელი ორზე დაიწყო საუბარი სხვა ოპოზიციის. გვარამია მახსენა რომ მიშელი ორის თემა საუბრობს და თუ რამე ინფორმაცია აქვს რომ ესეთი სურვილი და ინტერესი გამოხატა რეჟიმმა გაუზიაროს, არ ვიცი, მე არ ვარ საქმის კურსში და არც არავინ არ არის, ვფიქრობ, საქმის კურსში ლელოში ამის თაობაზე. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ლელოს პოზიცია არის ძალიან ნათლად დაფიქსირებული, რა იქნებოდა გამოსავალი ჩვენი აზრით იმ ვითარებაში,
რომელშიც დღეს არის ქვეყანა შესული. ოცნებამ თქვა, რომ საკონსტიტუციოსგან თავის დაღწევის სურვილია ეს ლელოს მხრიდანო. ხო, რა მნიშვნელობა აქვს? ოცნება იმას ამბობს, რომ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნა არის პოლიტიკურად მიკერძოებული. ოცნება იმასაც ამბობს, რომ ევროკავშირი იშლება. ოცნება იმასაც ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთი არის, არ ვიცი, ჩამოქცევის ზღვარზე და ამერიკის შეერთებულ შტატებში Deep State-მა გაიმარჯვა და ტრამპი დამარცხდა. ყველანაირ სისულელეს, რასაც ყობახიძე წამოროშავს, მე სამწუხაროდ. ანუ თქვენი მიზანი იყო გეჩვენებინათ, როგორი არაკონსტრუქციულია თქვენს ირგვლივ პოლიტიკური სპექტრი ოცნებიდან ვიდრე სხვა ოპოზიციურ ჯგუფებამდე? უცნაურად ვერ გავიგე თქვენი შეკითხვა, რომ ანუ თქვენი შეთავაზების, როგორც ეს ვთქვათ, გამოსავლის ფორმულის, ეს ვთქვათ, ამოცანა იყო გეჩვენებინათ, რომ სახელმწიფოებრივად უდგებით ამ პოლიტიკურ ვითარებას და როგორი არაკონსტრუქციული არის ხელისუფლებაც და სხვა ოპოზიციური ჯგუფებიც. ჩემი ამოცანა არ არის, რომ დავამტკიცო, რომ ვიღაცა არის არაკონსტრუქციული, ჩემი ამოცანა, როგორც პოლიტიკური პარტიის, არის, რომ ვაჩვენო რა არის ჩემი აზრით გამოსავალი, იმიტომ რომ როდესაც ხარ პოლიტიკური პარტია, ალბათ საზოგადოებას პირველ რიგში უნდა აუხსნა, შენ როგორ მოიქცევი, როდესაც იქნები ხელისუფლებაში, შენ როგორი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, გზებით ხედავ გამოსავალს იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს არის ქვეყანა შესული და ჩვენი პოლიტიკური პოზიცია დავაფიქსირეთ. საზოგადოება თავად განსჯის, ვის შესაბამისი რეაგირებიდან გამომდინარე, რა რეაგირება ქონდა ხელისუფლებას და ვფიქრობ, რომ თავად გააკეთეთ შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რაც ჩემთვის ძალიან ცხადი იყო ამ განცხადების გავრცელებამდეც და დღესაც ცხადია, რომ ეს არის ხელისუფლება, რომლის ამოცანაც არის ქვეყანა შეიყვანოს სამწუხაროდ უფრო მძიმე ჩიხში. მე ამას არ ვამბობ კმაყოფილებით, დიანა, იმიტომ რომ თქვენც და მეც ცხოვრობ საქართველოში და ჩვენ გვჭირდება, რომ გაიმარჯვოს ჩვენმა სახელმწიფომ. გვინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება და სხვა სამშობლო არ გაგვაჩნია, სხვა ქვეყანა არ გაგვაჩნია და რა თქმა უნდა, ინტერესი ჩემიც და დარწმუნებული ვარ თქვენიც არის, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ. მადლობა, სალო. ეს არის პოზიციის დაფიქსირების ამოცანა, რომ ადამიანებმა დაინახონ, რომ არსებობს გამოსავალი ამ ვითარებიდან, თუ იქნება პოლიტიკური ნება. და ის, რომ პოლიტიკური ნება არ აქვს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს, რაიმე გააკეთოს, რაც ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, თუ აქამდე კიდე არ იყო ვინმე დარწმუნებული, ალბათ ეს კიდევ ერთხელ დაინახა და ეს არის ძალიან სამწუხარო კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ რომ დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჩვენს მომავალს და ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს.